მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. გიორგი გვასალია ყავს თეოლოგი სტუმრად ჩვენთან. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის და ამ კურსის ზოგადად საძღოლისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ საკითხავზე, რომელიც მეოთხე მეფეთა მერვე თავში იკითხება. ჩვენ ელისე წინასწარმეტყველის შესახებ საუბრობთ. დღეს ვაგრძელებთ ქრონოლოგიურად ამ თხრობას და უნდა ვისაუბროთ ისრაელში სამეფო დინასტიის შეცვლის შესახებ. გიორგი გამოირჩიაო ელისე წინასწარმეტყველმა სარდალი იეჰუ, რომელსაც გარკვეული მითითებები აქვს მისგან და ამის მერე იწყება დინასტიის ცვლილება ისრაელში. დიახ, ზუსტად ასია, უბრალოდ ჩვენ როდესაც საუბრობთ ამ პროცესის დასაწყისზე, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე ძალიან საინტერესო დეტალს. მოდი თავიდან ვთქვათ და შემდგომ როდესაც შევეხებით ამ იმას, გავიხსენებთ ამ ნათქვამს, ვინაიდან თავიდანაც ვჭირდება ამისი აღნიშვნა. მამანდრია, გახსოვთ, ჩვენ საუბრობდით თავის დროზე ომრის დინასტიის დასაწყისზე, თვითონ მეფე ომრიზე, რომელმაც შემოიღო მთელი რიგი რეფორმები და ეს რეფორმები თავის დროზე საკმაოდ წარმატებული იყო. ამ წარმატებული რეფორმის უკან ჩვენ ხედავდით ღირებულებათა სისტემის სრულ მოშლას და ხედავდით სარწმუნოებრივი გზიდან ისრაელის კიდევ უფრო მეტ გადაცდენას. თუმცა რაც სიმპტომატური იყო მაშინ ჩვენი მსჯელობისას, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ ხაზგასმით ვამბობდით, რომ იმდენად პრობლემური არ იყო აი ეს ღირებულებათა სისტემის ცხოვრება, რამდენადაც მისაღები იყო ის რეფორმები პოლიტიკური სოციალური თვალსაზრისით, რომელიც ომრიმ შესთავაზა ისრაელს და ისრაელში არსებულმა მდგომარეობამ რაღაცნაირად შეცვალა მთელი ძველი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა. თუ ეს ყველაფერი წარმატებულია და თუ ეს ყველაფერი მართლა ასე კარგია, მაშინ მან ისრაელი ახალ დიდებამდე უნდა აიყვანოს, რაც პერიოდულად მცდელობის სახით იყო, მაგრამ ისრაელმა ვერაზოს ვერ შეძლო ამისი ბოლომდე რეალიზება და აი იმ კონტექსტის ფარგლებში, რომელიც თქვენ გაუსვით ხაზი, სადაც წმინდა წერილი საუბრობს დინასტიის ცვლილებაზე, ჩვენ ვნახავთ, შევეხებით ამ საკითხს და დავინახავთ, რომ უკმაყოფილოა ხალხი და ამ შემთხვევაში გულისხმობ მაღალ ეშელონებს ომრის დინასტიის მმართველობის. ვერ გამოიღო შედეგი. ეს არ არის ის ისრაელი, რომელიც ისრაელსაც ელოდებოდნენ მაშინდელი სოციოლოგები და პოლიტოლოგები და ეს არ არის იმის გამართლება, რის იმედსაც იძლეოდნენ აქაბის კარზე დაქირავებული წინასწარმეტყველები. სრული ფიასკოს წინაშე შინაგანი რღვევა. აქ არ არის საუბარი გარეგნულ ფაქტორებზე, აქ არის საუბარი შინაგანად უკვე მთელი ეს სისტემა ძალიან მომპალია და ძალიან ყიფია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ეს დინასტია. პრაქტიკულად თუ არ გავითვალისწინებთ ეპოქის სულს, ჩვენ მაინც უნდა ვიცოდეთ და მაინც უნდა საუბრობთ ხოლმე პარალელებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ რელიგიურია ეპოქა, კონფესიურია სახელმწიფო, მონარქია ერთპიროვნული მმართველია და ასე შემოახავ ასე მარტივ პარალელებს ვერ გავავლებთ დღევანდელობასა და იმას შორის, ხო, დღეს სეკულარული სივრცე გვაქვს, ხო? ამიტომ, როდესაც აი ამ სივრცეზე გვაქვს საუბარი, ხო, რაღაცნაირად აი თითქოს და წმინდა წერილში ძალიან კარგად ჩანს და ამას ვნახავთ ჩვენ. ერთი ბიძგი ჭირდებათ იმისათვის, რომ სამეფო დინასტიას ძალიან დიდი ავტორიტეტული პირები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაუპირისპირდნენ. ამას უბრალოდ ამ ბიძგის გარეშე არ ბედავენ და ვერ ბედავენ ისე და ისევ აი ამ აზროვნების ფორმისა და ამ რელიგიური სივრცის გამო. ვინაიდან მეფის უკან სხვა რელიგიური ავტორიტეტი არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა წმინდა წერილის თხრობა სწორედ ამ კუთხით, რომ რა გამოიღო ღვთისაგან განდგომამ და პოლიტიკურმა პროგრესმა. ხო, ომრის ეს რეფორმები ვერ უშველის იმას, რაც იერობუამა თავის დროზე
სულიერი თარტყმა მიაყენა. ხო, აქ საუბარია მამანდრეთან იმაზე, რომ აქ თითქოს და ომრის დროს ჩვენ დავინახეთ, ხო, დახარბკული ყავთ მოაბი და ისრაელმა თავისი ძლიერების პრეტენზია კიდევ ერთხელ გამოთქვა, მაგრამ ვერ დარჩა. მოიშალა. ვერაფერი ვერ მიიღო აქიდან. აი, მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ჩვენს მსმენელებსაც მინდა შევთავაზო აი ეს დეტალი. როდესაც მაცხოვარი თავის იგავებზე გვესაუბრება, ერთ-ერთი დამაფიქრებელი სწავლება ჩვენი მაცხოვრის არის ამბავი იმის შესახებ, რომ ორი ადამიანი აშენებს სახლს. და ერთმა საფუძვალი კლდეზე დადო, მეორემ საფუძველი ქვიშაზე დადო. და მე ასე ნახევარ პროვოკაციულად ვეკითხები ხოლმე აუდიტორიას, რომელმა ვერ ააშენა სახლი მეთქი და ისე გულუბყვილოდ პასუხები, რომ ვინც ქვიშაზე დადო საძირკველი მან ვერ ააშენა, ვინც კლდეზე დადო საძირკველი მან ააშენა. არ და პირიქით, არ არის ეს სწორი. სახლი ორივემ ააშენა. ქვიშაზე დადებული საძირკვლიანი სახლი ჩენდება და კლდეზე დადებული საძირკვლიანი სახლი ჩენდება. მაგრამ მდინარე რო ეკოთება, წყლები რო ეკოთება, უფრო სწორედ აი ამ იმას ქვიშაზე დაყენებულ სახლს დააქცევს, ხოლო კლდეზე დაყენებულ სახლს ძრას ვერო. ანუ ორიენტირი წმინდა წერილში არის შედეგი, ნაყოფი რა, მომიტანს ესმე. მოდი აქვე ვთქვათ ჩვენ, რომ ისრაელის პირვანდელ ვთქვათ სულიერ მდგომარეობაში დაბრუნებას ეს რეფორმები არ ეყოფა, არამედ დაუშვათ დავითისნაირი სულიერი ადამიანი სჭირდება. სულიერი საფუძველი თუ არ შეექმნა, ეკონომიური საფუძველი და გარედან ჩარევა ხელოვნური აი ამ რეფორმებით, რომელიც გაზიარებული არ არის ხალხის მიერ, რომელსაც მაგალითი არ აყავს სულიერი წინამძღვარისა. შეუძლებელი არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. თან ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მამანდრე იმასაც, რომ ეს არის ეპოქა, რომელიც ომრის ეპოქა კი არ არის წმინდა წერილისთვის. ჩვენ უბრალოდ ამის იდენტიფიცირებას ამითაც ვახდენთ. თორე წმინდა წერილისთვის ეს ელიას და ელისეს ეპოქა. ეს არის ეპოქა, როდესაც ორი საოცარი, მართლა საოცარი ადამიანი მოსეს და ისუნავეს ტოლი ადამიანები კვლავ გამოჩნდნენ ისრაელში. შესაბამისად, ყველანაირი სივრცე, მე ისე თქვა მინდა მამანდრე, რომ ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ ომრის დინასტიამ აი ის პროგრესი, რაც მან თქვათ პოლიტიკურ სოციალური თვალსაზრისით განიცადა, გაამყაროს ღვთის თაყვან მოტრიალებით, ღმერთისაკენ მოტრიალებით ღირებულებათა სისტემის აღდგენით. ამ პროცესის სხვა მიმართულებით მიდის. და რადგან სხვა მიმართულებით მიდის და სიმყარეს ვერ პოულობს აი ეს მოძრაობა, პოლიტიკურ სოციალური მოძრაობა, ის ყიფია და ის აუცილებლად დაინგრევა და დაიშლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია ჩვენთვის, რომ ჩვენ თავისთავად ხედავთ და ყველა ცივილიზაცია განვითარებისკენ ისწრაფის, მაგრამ თუ საფუძველი, საძირკველი, მდგრადი, ამას საყრდენი არა აქვს ამ ყველაფერს და ის მიდის საზოგადოების იდენტობის მოშლაზე, ის მიდის ღირებულებათა სისტემის მოშლაზე, მაშინ რა პროგრესიც არ უნდა განიცადო და რა კარგიც არ უნდა იყოს პროგრამა, ის აუცილებლად ბოლოს უნაყოფო იქნება. აუცილებლად ბოლოს უკმაყოფილების მიზეზი გახდება. აუცილებლად. შესაბამისად, როდესაც წმინდა წერილი იწყებს ომრის დინასტიის სულების შესახებ საუბარს, სიმპტომატურია, რომ ამას იწყებს ელისე წინასწარმეტყველის მითითების შემდეგად, ელისე წინასწარმეტყველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დამასკოში ფიძგიმის სიტუაციის შეცვლას და იქ ბერხადადი მოგვდინებული იქნა და სასტიკი აზაელი არის სასული ტახტზე და ეს გადატრიალება წარმატებით დასრულდა დამასკოში, პარალელური პროცესი იწყება ისრაელშიც. ერთი წუთით რო შევჩერდეთ ამაზე, პარადოქსული არ არის, როდესაც აზაელის გამეფებას თითქოს უწყობს ხელს ელისე, წინასწარმეტყველი. და თან უწინასწარმეტყველებს, რომ საშინელებებს დამართავს ისრაელს. აი, საოცარია ეს დაშვება, თან მისი ხელით და ხელშეწყობით კეთდება ეს და რა თქმა უნდა, პირადად ახლა რომ ვთქვათ, ისრაელის, როგორც ისრაელის შვილს, ეს მაინც არ უნდა ახარებდეს. ცხადია და არც ახარებს, იტირებს კიდევაც, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ელისე ეუბნება არა იმასაც ელისეს უნდა, არამედ ეს არის გამოცხადება. აი ამის თქვა მინდოდა. ეს არის გამოცხადება, ღმერთი აკეთებს ამას. თუ გახსოვთ მამანდრია, მე თავის დროზე მსმენელებსაც მინდა შევახსენო, როდესაც ომრის დინასტიის მოსვლაზე ვსაუბრობდით, და იქ აღვნიშნეთ პოლიტიკური რუკის გადალაგება
რომ ის ჭადრაკული დაპირისპირება, რაც ძველ ახლო აღმოსავლეთში იყო იუდას და არამიას შორის კავშირი, ერთ-ერთი და მეორე ხრის ისრაელსა და ეგვიპტეს შორის კავშირი, რაც ამ სიტუაციას ახასიათებდა, ომრის რეფორმების შედეგად ეს პოლიტიკური უკვე გადალაგდა. ისრაელი და იუდია საკმაოდ დაახლოვდნენ ერთმანეთთან. ეგვიპტესთან კავშირი ისრაელს არ აინტერესებს და არამიასთან კავშირი იუდიას არ აინტერესებს, მაგრამ არა იმ პროპორციით და იმ თვალსაზრისით, როგორც ეს აქამდე იყო. და ჩვენ მაშინ იქ აღნიშნავდით ასეთ რაღაცას. აი როგორც გადალაგდა ეს უკვე ისევ გადმოლაგდება უკან. რატო? აი თქვენი კითხვა და ის აქცენტი, რაც ახლა გააკეთეთ, ეს უმნიშვნელოვანესი, ეს ფუნდამენტალურია ამის ახსნისათვის. განა ღმერთი არ აახლოებს იუდას და ისრაელს და განა ეს მისთვის მიუღებელია. მაგრამ ის მიზანი და მეთოდი, რითაც ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, თავისთავში გულისხმობს ღირებულებით კრიზისს. აი ეს კრიზისი უკვე ღმერთისათვის არის მიუღებელი. მხოლოდ პოლიტიკური გაანგარიშება. პოლიტიკური გაანგარიშება, ეკონომიური გათვლებია, არაფერი ამაში ჩვენ ვნახავთ ცოტა მოგვიანებით, ახლა არ მინდა მსმენელი დავაბრინო, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, რომ ამ დაახლოების და აი ამ ურთიერთმეგობრული და მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდში იუდიაში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ იქაც მოიშალოს ღირებულებათა სისტემა ისე, როგორც ეს გაკეთდა ისრაელში. ანუ აქ დაახლოების და ერთობის წინააღმდეგ კი არა გამოდის, ასე ვთქვათ, ელისე წინასწარმეტყველი თავისი ღმერთის სახელით. არამედ იმ მიზნით დაახლოების წინააღმდეგია და იმ შედეგების წინააღმდეგია, რაიც სამაი მიწიერ გათვლას მოყვება და რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ უფრო სიღრმისეულად და კონკრეტულად შევეხებით. ახლა წმინდა წერილში არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ თუ კი ელისე თვითონ მიდის დამასკოში ღვთისდავალების შესასრულებლად, ამ შემთხვევაში თავის მორჩილს აგზავნის ერთ-ერთ წინასწარმეტყველთა ძეთაგანს, რომელმაც ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ელისეს დავალება. ჩვენ გაგვახსენდება, რომ ყველაფერი ეს ღმერთმა უთხრა ჯერ კიდევ ელიას, სანამ ამახლდებოდა. რომ ვინც იმას აქვია ელისეს მახლოს გადაურჩებოდა, იმას ასაელი მოუღებდა ბოლოს და ვისაც ელისეს მახლოს გადაურჩებოდა, იმას იეჰუ მოუღებდა ბოლოს. ეს ყველაფერი ელია მიიღო დავალების სახით, რომელიც უნდა იმას აქნას განახორციელოს, მაგრამ ელია მაგიდან მხოლოდ ელისეს ცხო. ხა ელისე მაგიდან მხოლოდ აზაელს ცხო, აზაელის და ახლა ელისეს მერე ვიღაცა წინასწარმეტყველი ჩდება, რომელიც აი ამ სამე დავალებას, ამით წმინდა წერილი რას გვეუბნება, კიდე სხვა პასაჟიც გვექნება, მაგრამ ჯერ აქედან დავიწყოთ და მე იქაც მევალთ, რომ ისრაელში მიუხედავად იმისა, რომ ომრის დინასტიამ, ომრის დინასტიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოსეს ღმერთისაგან გაინთავისუფლებინა ისრაელი, მოსეს ღმერთი არ ყოფილიყო, არ ხსენებულიყო მისი მსახურება ისრაელში. მიუხედავად ამისა, ჯაჭვი გვაქვს უწყვეტელი ღვთისმსახურებისა, წინასწარმეტყველთა დასის სახით. არა ლიტურგიკული ღვთისმსახურების სამსახურის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ იმ მსახურებისა, რომ მსახურებასაც ზოგადად ისრაელში უდიდესი ყურადღება უნდა ექცეოდეს. ამას უნდა აკეთებდნენ ლევიტელები, მაგრამ რადგან ლევიტელებისაგან ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე ჯერ კიდევ იერობოამის რეფორმებისას დაისალა ისრაელი, ამიტომ აი ეს უკვე ეს ფუნქცია შეითავსეს აი ამ წინასწარმეტყველთა დასის წარმომადგენლებმა და კიდევ ერთმა სივრცემ, რომელსაც ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვახსენებთ. ახლა რა არის აქ კიდევ საინტერესო? საინტერესო გახლავთ ის, როგორც აი რამდენიმე მამა, რომელსაც აი იერონიმია, ნეტარი თეოდორიტი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, თუ ავსწრები სხვა მამა არ მახსენდება, ეს ორი ნამდვილად არის, რომ აი ამათვის ინახავს ღმერთი ისრაელს, სანამ ესენი არიან ისრაელი იქნება. სანამ ესენი ეგულება ღმერთს ისრაელში, ისრაელის არსებობას ასრი უნარჩუნდება. მოდი ჩვენ გავიხსენოთ ახლა მომანტრი, ისაც თავის დროზე ვთქვით. რომ ღვთისმსახურება ეს არის ღვთისთვის განკუთვნებული სივრცისათვის ის აუცილებელი ურომლისოდაც მის არსებობას აზრი ეკარგება. დიახ. თუ ღვთისმსახურება არ არის, მაშინ ისრაელის არსებობას აზრი ეკარგება. ეკლესია, როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის, დგას სწორედ ღვთისმსახურებაზე.
და როცა მაცხოვარი ამბობს, რომ ამ ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ძლევენ, არსებითად ხას უსვავს იმას, რომ ღვთისმსახურება ამ ქვეყნად ვერ და არ დასრულდება. შეიძლება შემცირდეს, შეიძლება დევნული იყოს, მაგრამ ვერანაირად ვერ იქნება მომსპარი. სხვანაირად ადამიანის არსებობას ეკარგება აზრი. კაცობრიობის არსებობას ეკარგება შინაარსი. მარილია განქარვებული. ამისთვის არის ისრაელი გამორჩეული. ამისთვის არის, ამის თქმა მინდა მე. აქეთკენ მოვდივარ, სწორედ რომ რასაც აკეთებს ახლა არა ელისე, არამედ ერთ-ერთი მისი მორჩილი, ძენი წინასწარმეტყველთაგანი. ეს მოწმობს სწორედ იმაზე, რომ ის მოძრაობა, რომელი მოძრაობაც იერობაამის დროს არის ჯერ კიდევ წარმოდგენილი ისრაელის სიახში, უწყვეტი ჯაჭვით გრძელდება და ვითარდება. ანუ ესენი არიან, რო ინახავენ ისრაელს. ისრაელმა შეინარჩუნა თვითყოფადობა აი ამ ნაწილის გამო, როგორც ის მამები მეუთითებენ აბსოლუტურად მართებულად. რა ევალება ახლა მორჩილს? რა უნდა გააკეთოს მან? ამ პერიოდში ეს არის ისეთი პერიოდი, მამანდრე, როდესაც ისრაელს აქვს ომი დამასკოსთან. ტრანსიორდანიის სივრცეში და აი აქ დაიჭრება, მძიმედ დაიჭრება მეფე იორამი. ისრაელის მეფე იორამი და იძულებული ხდებიან იორამი გამოარიდონ ბრძოლის სივრცეს, ომის სივრცეს და იზრაელის ველზე, ანუ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში გადმოიყვანონ და იქ გააგრძელოს მან მკურნალობა. მეფე რომ ამ რეზიდენციაშია, ეს იმას ანიშნავს, რომ საბრძოლო მანევრები შეჩერდა და საბრძოლო ხაზი გააუქმა ისრაელმა. ამ ხაზს ინარჩუნებს ის და მეფე სარდლები ყავს დატოვებული აი აქ, რომლებიც მის უშუალო დავალებებს ასრულებენ. აი სწორედ ამ სარდლებთან უნდა მივიდეს ეს კაცი. უნდა იეჰუ გამოირჩიოს ცალკე, გაიყვანოს, სხოს მას ისრაელის მეფედ, გადასცეს საფრთხო ნება და გამოიქცეს. ეს გამოქცევა რატოა საჭირო? ეს გამოქცევა ძალიან საინტერესოა. მივაქციოთ ყურადღება. გავიხსენოთ ერთი მამანდრია ამბავი იმასთან დაკავშირებით, იუდადან ჩასული ღვთისკაცი, რომ დაასახებს საკურთხეველს მეფე იერობოამ პირველის დროს და ამ კაცს დაევალება, რომ იმ გზითაც კი არ დაბრუნდეს, რა გზითაც ჩავიდა, ხო? არავისთან ჭამოს პური, არავისთან დალიოს წყალი და სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს უკან, ეს ამის მანიშნებელია. აი ასეთი რაღაცა ხდება აქაც, რომ ეს დავალება სწრაფად უნდა შეასრულოს ამ კაცმა და რატომ აი ახლა მას ჩვენ ვნახავთ. რა არის საინტერესო? ეს სარდლები სხედან თავიანთ კარავში, ერთად სხედან, შეიძლება რაღაცას განიხილავენ, თან ტრაპეზობენ და მივა აი ეს წინასწარმეტყველთაგანი და იკითხავს რომელია მათ შორის იეჰუ. და იეჰუ გამოემცნაურება და ეტყვის რომ ის არის იეჰუ. თვითონ სახელი იეჰუს ფუძე არის ძალიან ისეთი საინტერესო და დიდი ალბათობით ეს სახელი ძალიან ისეთი პოპულარული და ტრადიციული იყო იმაში ისრაელში. და სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი ეს კაცი ეუბნება და ადგებიან და ეს ორი მარტო ნუ იეჰუ დატოვებს აი ამ შეკრებას და ეს ორი შევა სახლში, ანუ რაღაცა იმაში, შენობაში, სადაც უცებ ეს მოსული წინასწარმეტყველთაძე სხებს იეჰუს და ეტყვის რომ ამას ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომ დღეს გწყე ისრაელის მეფედ და შენ უნდა აასრულო ის რაც მე აქაბზე და მისაღზე ვთქვი. და ეს ისე და ამოწყოს კედელთან შადავი არ დარჩება, იეზებიელის იქ შეჭამენ საღლებისა და ნაბუთეს იმას ჭამდნენ. ეს ყველაფერი შენ გევალებო და დაასხა ზეთი, ანუ სხო და გაიქცა. და იეჰუ მობრუნდა უკან და ეს სარდლები ეუბნებიან იმ შეშლეს რა უნდა და შენგან. აი აქედან უნდა დავიწყოთ ჯელობა. ეს კაცი რო შევიდა, თავიდანვე მას აქვს შეშლის სტატუსი. ამ სარდლება მათ შორის იეჰუმაც შეხედეს როგორც არანორმალურს. აი დაახლოებით რო ვთქვათ, აი სალოს ღვთისმსახურო სალოს რო უყურებენ და მასში ნორმალურ საქციელს ვერ იმაშვებიან, აქვია, ვერ აფიქსირებენ. და იეჰუ პასუხობს, თქვენ თვითონ უწყითო მისი სიშლეგე.
ანუ გიშა უნდა ეთქვა ახლა ჩემთვის. საინტერესო რა არის ცით. ეს თავი სარძლები იეხუს უყურებენ რომ გავიდა თავის ეთიანი არ ქონდა და რომ შემოვიდა თავის ეთიანი აქვს და აგრესიული აქვს ეს თმები. უყურებენ თვალში და გითხარი რა გითხრაო. გითხარი რა გითხრაო, იმიტომ რომ რაღაცა ხდებიან რომ რაღაცა მარტივი თემა არა. მარტივი თემა, მაგრამ კი შეძახიან. ნახეთ რა არის საინტერესო. იეხუმაც ის თავიდან როგორც გიში ისე მიიღო, მაგრამ როდესაც ხო უკვე გიშს როგორც გიში ისე აღარ უყურებს. აი როგორი სუსტი რელიგიურობა აქვს, რელიგიურობაც კი როგორი სუსტი აქვს, მორწმუნეობაზე საერთოდ როგორი გამომყენებლური დამოკიდებულება აქვს ყველაფერი ამ საკრალურისადმი. ასე დამოკიდებულება აქვს იმ ბაალისადმი, იმის ყველაფრისადმი აქვს აი ესეთი კარიერისტული დამოკიდებულება, რომ ხა თუ მეფე ვიქნები, რატომაც არა იყოს ეს წინასწარმეტყველი. და თუ ახლა ისე ამ იორამის ბრძანებები უნდა ვასრულო, გიჟია რა არის ახლა იორამი ასე ეძახის და მე რა უფლება აქვს სხვადასხვანაირად ვიფიქრო. აი ეს გამომყენებლური, აი ეს დამოკიდებულება, აი კარიერისათვის შეხედვა სარწმუნოებისათვის ეს არის დამღუპელი რამე ადამიანისათვის ის ვერაზოს ნორმალურ ცნობიერების აზროვნებაში ვერ ჩაქვს. ამიტომაც გამოიქცა ეს კაცი. მესე რომ შეხედავდნენ მარტო იეხუსთან არ დაიწყებდნენ ლაპარაკს, დიდი ალბათობით დაიჭერდნენ ამას და დაკითხავდნენ ძალიან მძიმე ფორმებში. შეიძლება ვინმეს სხვა აზრის გასცენოდა სახელმწიფო გადატრიალების შეწინააღმდეგებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ეს კაცი დგება და გარბის. ელისის დავალებას პირნათლად ასრულებს. საინტერესო კიდევ რა არის? არც ერთ სარდალს არ გაჩენია კითხვა, რომ არაკანონიერ რამეს ხო არ აკეთებენ. ხო, რაღაცა ძალიან იოლად შეთანხმდა. ამიტომაც შეთანხმდნენ ჩვენ გადაცემის დასაწყისში ეს თქვით სწორედ. რომ პრაქტიკულად მზად არის ყველაფერი იმისათვის, რომ გამოხატონ ზიზღი, რა ზიზღიც აქვს ომრის დინასტიისადმი, რა ზიზღიც აქვს აქაბის სახლისადმი. აი მზად არიან ამის გამოსახატავად, ჭირდებათ პატარა რაღაცა. ყველაფერი გააკეთა ომრიმ და მის მაგრამ გაცნობიერებული აქვს რატო ძულთ? ამათ ძულ თუ არა იმის გამო, რომ იერობოამის რეფორმებმა საბოლოო ჯამში ესეთ დაქცევამდე მიიყვანა ისრაელი. საქმეც ეს გაცნობიერად შეიძლება. რა მინდა მამანდრია იცი თქვა, რაც დადასტურებულად შემიძლია გიპასუხოთ, ეს არის ის, რომ ისრაელი აღარ არის იმ სიძლიერის და ისრაელი ცოტა ხანში მიწების დაკარგვას დაიწყებს. და უკვე იწყება მაინც მატერიალურს უყურებენ. კი, ამას უყურებენ, იმიტომ რომ თქვა ახსოვთ სხვა დრო. იციან სხვა. შესაძლებელია მამანდრია მე არ გამოვრიცხავ არანაირად, რომ თვითონ იორამმა თავისი მეფობა დაამძიმა და აუტანელი გახადა აი ამ ქვეშევრდომებისათვის, რომლებიც სხვა რამეს უფრო იყვნენ მიჩვეულები, თქვათ იორამის ძმის დროს ან იორამის მამის დროს. შესაძლებელია იორამი მეტად დესპოტი გახდა, შესაძლებელია იორამი მეტად გულქვა გახდა, იორამის დამოკიდებულება გახსოვთ, ელისას რა უყო მამაო და მე ამბობს ხრებზე თავი არ შეგჩება. აი ძალიან შესაძლებელია ასეთი გაურებული დამოკიდებულება უკვე სხვებთანაც აქვს. აი საული გაგვახსენდება ხო სული დავამკვიდრე. ხო, რაღაცა უგზაუკლობის ხანება. ხო, რაღაცა ჩვენ შეიძლება უსმენდეთ ადამიანს, მაგრამ ლოგიკას ვერ ხვდებოდით, ხო? გადახტება ხოლმე ერთი სიტყვიდან მეორე სიტყვამდე, ერთი აზრიდან მეორე აზრზე, რაღაცებს ვერ აკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ ლოგიკურად ჯერობს. მაგრამ მსმენელი მაინც ხონდა ხვდებოდეს, რომ უსმენს რა არალოგიკურად ჯერობს, ეს ხონდა ამ დასკვნა გააკეთოს, რომ მათ თუ ისიც დაავადებული არ არის იმით, იმ რაღაც სულიერი სნეულებით, რასაც ეს ადამიანი ყავს შეპყრობილი, ხო? შესაბამისად, როდესაც აი იორამის ამ მდგომარეობას ვსაუბრობთ, იორამი დიდი ალბათობით უკვე თვითონაც აუტანელი გახდა. არამც თუ იმასაც ვერ მივაქციოთ ყურადღება, რომ ისრაელს სერიოზული საგარეო პრობლემები აქვს, სერიოზული მეტოქე ყავს გამოჩენ. პრაქტიკულად ჩვენ ისიც გავიხსენოთ მამანდრია, რომ აქაბის პოლიტიკა იმდენად ომრის არა, ამდენად აქაბის პოლიტიკა მიმართული იყო სირიის სამეფოს ბუფერულ ზონად ქცევაზე. იმ დროს, როდესაც წინასწარმეტყველის პირით აქაბს ევალებოდა სირიის წინააღმდეგ გალაშქრება და მეფის ხელში ჩაგდება, ის აპატიებს ჩემი ძმა არისო, ბეხადადი იტყვის, კიდევ ცოცხალიაო და ხელშეკრულებას დადებს მასთან. ის გამო წინასწარმეტყველი ეტყვის, ყველაფერი ამის გამო ისრაელს მოეკითხება და თვითონ აქაბსაც აუცილებლად მოეკითხება. არ გაამართლა ამ პოლიტიკამ მამანდრია, რასაც სუწინასწარმეტყველებიც თავაზობენ. გახსოვთ მაშინ ჩვენ ამ სუწინასწარმეტყველებს პოლიტოლოგები და ასე ვთქვათ ფუტუროლოგები და საქმე სპეციალისტები
სპეციალისტები უწოდეთ, ასე ჩანს ეს წმინდა წერილში, თუ კი ვინმე შეურაცხყოფას ვაყენებთ, არა, უბრალოდ ნამდვილი წინასწარმეტყველის ფონზე მათ საქმიანობას, მათ პროფესიულ საქმიანობას სრულ წინასწარმეტყველთა სახელით მოიხსენიებს წმინდა წერილი. არ გაამართლა იმან სირია და ეს ტერიტორია, დამასკოს სამეფოს ტერიტორია, რომელიც ბუფერულ ზონად ჭირდებოდა ისრაელს, ვინაიდან ჩრდილოეთით, დამასკოს ჩრდილოეთით ასურეთის სამეფო იმპერია უკვე თელ ძალას იკრებს და ყველა ნიშანი აქვს იმპერიული პრეტენზიების გამოთქმისა, ჭირდებოდა რაღაცა სივრცე, სადაც რომელიც დააშორებდა მას აი არ გაამართლა ამან. პირიქით ეს ბუფერული სახელმწიფო ყველაზე დიდ მტრად ექცა ისრაელს. ანუ აშკარად ჩვენ ვხედავთ როგორც პოლიტიკურ კრიზისს, ასევე დინასტიურ კრიზისს, აი ყველა კრიზისი გვაქვს სახეზე. ამიტომაც არის რომ ეს სარდლები ერთგვარად ემოციითაც შეხვდებიან, დადებითი ემოციითაც შეხვდებიან იეხუს წინ. ახლა, როდესაც იეხუს ცხო ელისეს გამოგზავნილმა აი ამ ჭყალებში შეშლილმა, მათთვის შეშლილმა, ხო? თუ კი ისინი ამას მიიღებენ, იციან რომ მათ უკან ისრაელის გარკვეული განწყობაც დგას. ისრაელში არის სივრცე, სადაც ელისეს და მის სკოლას ძალიან დიდ პატივს მიაგებენ. ამიტომაც რაღაცნაირად ბევრი რამე დალაგდა უცებ მანდრე გესმით, აი ბევრი რამე, ბევრი პირობა გაჩნდა იმისა, რომ ფარულ ზრახვებში რაც ჰქონდათ, ამისი რეალიზება მოხდეს, თუ კი ამის თანახმა იქნება იეხუ. აი აქ იეხუ მიმართავს ამ სარდლებს, აღარ უმალავს. და ეტყვის რომ მეუფალმა მცხო. და ამბობს ისთვისაც ცხო. ჩვენს ფეხდაფეხ ვიყვებოდით მეფეს, ოდესაც წინასწარმეტყველი გამოიცხადა მას და უთხრა სასჯელები და სწორედ ამ სასჯელის აღსასრულებლად მომიყვანა მე ღმერთმა. ნახეთ, არ არის არანაირი პრეტენზია მამანდრე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ იეხუ ისაქვე ომრის დინასტია უნდა მოვსწროთ, იმიტომ რომ სიტყვაზე თქვა პოლიტიკური მაინც აი ეს რელიგიური, მაინც ეს აი ღირებულებითი დეტალი არის წინაპლანზე წამოღება, რატო ჭირდება ეს იეხუს და იმიტომ. მის სამომავლო გეგმებს ჭირდება. ახლა იეხუ თუ ავტორიტეტი უნდა მოიხოჭოს, ეს ავტორიტეტი უნდა მოიხოჭოს, იმიტომ კი რა მეფეს დაუპირისპირდა, არა ღმერთმა აღწრა. ცხებულია, ჭირდება. როგორც კი არ დაჭირდება, ის კარს მიუხურავს ამას ყველაფერს, მაგრამ ახლა ჭირდება. ჩვენ გვაქვს ხოლმე სამწუხარო რაღაცა, როდესაც თითქოს და ვიღაცას ჭირდება ეკლესია, ვიღაცას ჭირდება ეს რა ქვია აქცენტი ღირებულებაზე. იმიტომ კი არა მისთვის სიკეთე უნდა. არა, ამიტომ არა, უბრალოდ მის პოლიტიკურ მიზნებს ჭირდება, ბორჩა დაგათავდა. და როგორც წესი ასეთი რაღაცა იწყება ცუდად და სრულდება ცუდად. ყოველთვის რატო? იმიტომ რომ როდესაც არ არის სული, არ არის ერთობა, არ არის სიყვარული, არ არის ერთგულება, აუცილებლად ის გათვლებზე დარჩება და აუცილებლად ეს გათვლები ერთმანეთს დაუპირისპირდება. ყოველთვის ასე იქნება ეს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იეხუს აი ამ განცხადებაზე, აქ ძალიან საინტერესოა ის, რომ იეხუს მომენტალურად აუბანა მხარს. ვინ სარდლება? და სარდლება აუბეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯარი გადავიდა მათ მხარეზე. ასეც არის ნათქვამი. იორამი, რომელიც ისრაელის ველზე მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში ჭრილობებს იშუშებს, გაიმართონ იმასკენ და აღასრულონ ის სიტყვა, რა სიტყვას ღვთისაგან არის ნათქვამი. პრაქტიკულად ჯარის რაღაცა ნაწილს იეხუ მოხსნის იმ დაპირისპირებას დამასკოსთან აქვს აზაელთან და გამოემართება ისრაელის ველზე. ახლა აქ უბრალოდ 2-3 ჯარისკაცი არ ეყოფა ამას საზაფხულო რეზიდენციას და მეფის გარშემო თავისი საკმაოდ ისეთი ძალაა წარმოდგენილი, ხო? და მაგ იეხუმ ისეთი ძალა უნდა წაიყვანოს, რომელიც ფიზიკურად აჯობებს მათ. ანუ საკმაოდ დიდი იმით მიდის. ხო, მაგრამ მთელი სარდლები მანდ არიან. საკმაოდ დიდი ძალა. დიდი ძალაა თავისთავად ცხადია. ისრაელის სარდლობა მთლიანად აქ არის, რომელსაც ენდობოდა იურამი. და აი აქ თხრობა წარმოებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხმას არ იღებს, ყველა არის თანახმა, რომ იურამი უნდა მოიკლას. დინასტია დასრულდეს. ებგური, რომელიც დგას კოშკზე, მეფე იურამს გადმოსახებს, რომ ხედავს მოდის ჯარი და მეფისათვის ჯარის უკან მობრუნება ერთი კაცი ან ორი კაცი მოდის
ამას გავიგებთ, მაგრამ ეს ჯარი რომ მოდის უკან, ეს სამეფო ბრძანების შესაბამისი არის, ხო? სამეფო ბრძანების მიღმა. და მეფე იტყვის, რომ გააგზავნონ კაცი და გაიგონ რაშია საქმე. რატო აგზავნეს ამ კაცს? რომ მოვა ხო იტყვიან რაშია საქმე. ესენი ჩანან უკვე და ძალიან მალე მოვლენ ახლა. რას უსწრაფობაა? რაღაცა ხო არ იეჭვა იორამა. რა თქმა უნდა, ჩანს აქ რო იეჭვა. რაღაცა ერთ საგზავნის, მეორეს საგზავნის. რაღაცა ხო არ იეჭვა იორამა. ხო არ იეჭვა იორამა ის რომ ეს არ არის კარგი. და ბოლომდე არ უნდა დაიჯეროს. ხო და ბოლომდე არ უნდა დაიჯეროს, იმიტომ რომ რა გააკეთა ცუდი მისმა დინასტიამ ისრაელისათვის. ეს თოდა უკვის იორამს. ესმით და ხშირად არის ხოლმე რა გაუკეთეთ ცუდი ამ ხალხს, იმიტომ ვერ ხედავენ რამ ხელა ზიანი მიაყენეს ხალხს და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გამო. ამ შემთხვევაში ამ მდგომარეობაშია იორამი. იორამი მიდის აი ამ პოლიტიკურ უვიცობამდე. ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას. და ეს გზავნილი ეს კაცი რო წავა მეფემ გზავნისო ხო არისო მშვიდობა და ვინ გეკითხებაო შენ მშვიდობას? ხო, დაიტოვებს თავისთან. ეს თავისთან დატოვება ძალიან საინტერესოა. იეხუმას გაუგზავნოს უკან პასუხი, ისთვისაც მოდის არა? ამის ღირსიც არ არის იორამი. და არ ბრუნდებაო ეს კაციო, ეს ებგურიეუბნება. და მეორეს გააგზავნიან და იგივე სიტუაციაა. იმასაც დაიტოვებს და ებგურიეუბნება ისე იქცევაო, ისაო იეხუს გავს ძალიანო, იეხუსავით გიჟიდან დაგიჯარებით იქცევაო. ანუ ეს იეხუ ცნობილი იყო თავის გამორჩეული იყო როგორც ჩანს. ხო, გამორჩეულად ტყუილად არ მივიდნენ. კი, ანუ სუსტად იცის ელისემ, ღვთისმიტითები თავის ავაწყადია, რა თვისებების კაცმია უნდა აღასრულოს ეს ყველაფერი. ანუ იეხუს ქონდა ეთყობა რაღაცა ისეთი საქციელები, აი ვთქვათ, აი ნორმალური ადამიანის იმაში ეს არ ჭირდებოდა. შეიძლება აი ან რაღაცა მოლხენისას, ან და გლოვისას, რაღაცა აი არანორმალური გამოხტომები ქონდა ამ კაცს. და რაღაც ისე მოდისო რა და იეხუ იქნებაო ეს და იორამი მიხვდება რა პრობლემაც არის და ბოლომდე კიდევ არ იჯერებს და ბრძანებს ეტლი შეუკასმო და გაეგებება თავის მხედართავარს. ხოლო მხედართავარი უკვე თავს მხედართავარად აღარ მიიჩნევს. ის მეფეა ისრაელის. და როდეს ცხებულია და როდესაც ხო აქ ერთი დეტალია რომელიც ახლა ჩვენს სვენელებს კარგად უნდა გავაგებინოთ. მეგობრებო, საქმე ის არის რომ ჩვენ ახლა ისრაელის სამეფოზე ვსაუბრობთ, მაგრამ იუდას სამეფოში ვითარდება ასევე მოვლენები. ამის პარალელურად. და ახლა ამ წუთებში ჩვენ ბევრს პარალელს ვერ გავაკეთებთ, დამაბნეველი იქნება თხრობა. უბრალოდ ფაქტად მივიღოთ ეს ასე იმას ვქნათ, რომ იუდას მეფეც ჩამოსულია. ეს უნდა მეთქვა, ხო, იუდას მეფეც ჩამოსული არის ავადმყოფის ჩამოსული. ხო, მისთვის მარტო ავადმყოფი არ არის, ის მისთვის ახლონაცესავია. დედამისი არის ქალიშვილი აქაბისა და ისა რა ქვია, იეზებიელისა. ანუ საკმაოდ ახლონაცესაობა აქვთ, პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ. ხელშეკრულებები აკავშირებთ ერთმანეთთან და შესაბამისად იუდას მეფის გამოჩენა იმის სივრცეში, რა ქვია, ისრაელის სივრცეში, ისრაელის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში აბსოლუტურად არ არის საკვირველი. მაგრამ ჩვენ ვსვავთ კითხვას. საფრთხო განგება როგორ ინებებს იმას, რომ სწორედ აი ამ გადატრიალების დროს იუდას მეფეც აქ მოხვდეს. ჩვენ ამ კითხვას ახლა ვსვავთ, მაგრამ პასუხს არ გავცემთ. პასუხს გავცემთ სხვა გადაცემაში. როდესაც ჩვენ იუდას სამეფოს შევეხებით და იქ მიმდინარე პროცესებს შევეხებით. ახლა ეს პროცესი დავასრულოთ, რომელიც აქ არის. მოკლავენ მეფე იორამს და მასთან ერთად მოკლავენ იუდას მეფესაც. ეს უბრალოდ ინფორმაცია გქონდეს. ამას მე თავის გაგრძელება აქვს. მოკლავენ იუდას მეფესაც. იორამს არ ეღირსება არანაირი პატივი სამეფო დაკრძალვისა, რადგან უნდა აღსრულდეს ის სიტყვა, რა სიტყვაც ელიასაგან ქონდა მოსმენილი, ჯერ კიდევ აქაბს. ისევე ზებიელზე. ზებიელზე ახლა უნდა გადავიდეთ, ვინაიდან როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, ეს ამ რეზიდენციის გარეთ ხდება. როდესაც მეფეს მოკლავენ და მოისვრიან მის გვამს, ეს ჯარი დაიძვრება და იეზებიელს მოახსენებენ სახელმწიფო არეულობის შესახებ. და აქ საოცარი თხრობა იწყება.
მაყურებელს მაინც შევახსენოთ, რომ იზებილი იყო თავი და თავი დევნისა, ვინც დევნი და ლევიტელებს, ვინც ისრაელი ფაქტიურად დაცალა ღვთისმსახურებისგან. კი, ასე იყო ნამდვილად და თან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ იზებიელი არის იორამის დედა. იორამის დედა. და რა არის საინტერესო? ესე იგი დაპირისპირებულები არიან, მიდის მათამკვლელიობი მიდის და გარკვეული რაზმით უკვე რეზიდენციის კედლებს შიგნით შეიჭრება. იეჰუ თავის ძალებთან ერთად და ახედავს იეზებილს, რომელიც სარკმლიდან იყურება. ზოგადად სარკმლიდან ყურება, დედოფლის სარკმლიდან ყურება, ბევრად სიმბოლური გახდება აღმოსავლური წერილობისათვის, მას თავის სიმბოლოები აქვს, ახლა არ გვინდა ამას უნდა გავყვებით, მაგრამ საინტერესო არის თვითონ ფაქტი, რომ ასეთი არეულობა, ასეთი დამძიმებული მდგომარეობა ხალხი ერთმანეთს ხოცავს, აშკარად დინასტიური ცვლილების ყველანაირი ნიშანია და იეზებელი იწყებს ფერუმარელის წასვლას, ბანკიაში წასვლას და გამოპრანჭვას, ასეთი გამოპრანჭული და ასეთი გალამაზებული გამოხედავს იეჰუს. ჩდება კითხვა. ამის დრო აქ და ამის თავი აქვს ახლა მას? ნერვოზულია ალბათ. არის მეორე დეტალი. ესეც არ არის გამორიცხული მამანდრე, მაგრამ არის მეორე დეტალიც. საქორწილო თუ არ ემზადება. იეჰუსთვის ხო არ უნდა შესთავაზოსო მისი მეფობა რო კანონიერი გახდეს, მაშინ მეფის ჰარამხანა ხელში უნდა ჩაიგდოს, მეფის ცოლი ხელში უნდა ჩაიგდოს, მისი ცოლი გაიხადოს და ამ შემთხვევაში მას ექნება კანონიერად მეფობის გაგრძელების უფლება. ემზადება ის ამისათვის. ყველანაირ სიბინძურეზე წავა. შვილის მკვლელსაც კი მისთხოვდება ოღონდაც შეინარჩუნოს ის დიდება, ის პატივი, რომელიც მას დედოფლობაში ჰქონდა. აქ საინტერესო კიდევ ერთი დეტალია. როდესაც იეჰუ შეიჭრება, ეზებიელზე უფრო საშინელი ქალი თუ არის ბიბლიაში მოხსენიებული. ბიბლიაში იონე ნათლისმკვლელის დათლისმებლის მკვლელი, იმიტომაც ადრის მამრიას ვიგულისხმე თორე. ხო, და იმიტომაც ეს მივხვდი მამანდრე, უბრალოდ იმიტომაც ვიგულისხმე მე, რომ იეზებიელს ადრიან ჰეროდეს. ხო და ანუ რისი თქმა მინდა მე, რომ ეზებიელი რო გახედავს იეჰუს, მიმართავს ასე მოხვედიო ბატონის მკვლელო, ზიმრი ბატონის მკვლელო. ზიმრის სახელით მიმართავს, იეჰუს სახელით არ მიმართავს. ვინ არის ზიმრი? ზიმრი არის ის, ვინც პირველად მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და მერე ომრი მოკლა ზიმრი და ომრი მოვიდა დინასტიაში. და ამით იეზებიელმა გაზახა იეჰუს და უთხრა, იცოდე რა კვალობაზე ვარ მე მოსული და იცოდე ეს სამეფო დინასტია თვითონ არის მოსული ისე რომ სხვა ყავს გადაგდებული. და შესაბამისად შენ არ აქცდება მსგავსი რამე თუ არ დაფიქრდი და შენი დინასტიას კანონიერი გაგრძელება თუმცა გამოპრანჭული ელოდება. ელოდება რომ იეჰუ მასზე აი ამ განათვალს გააკეთებს. იეჰუ კი ქვემოდან ასძახებს. რომელი ხარ თუმცა 2-3 კაცი გადმოხედავს, რომლებიც თავის თავად ხედავენ დედოფლის დაცვას წარმოადგენს. გადმოაგდეთ ეგ მაგიდან. შეხედავენ ერთმანეთს, შეხედავენ იეზებიელს და როგორ კარგადაც ჩასმინდა წერილში. ბევრი ფიქრი არ არის საჭირო. იეზებიელი თუ გადმოსაგდებია ამ სათულიდან, გადმოაგდებენ, მოკიდებენ ხელს და გადმოაგდებენ იქიდან და ტვინს მიასხავს და სისხლს მიასხავს სწორედ იმ ადგილას, სადაც ნაბუთე სისხლს ლოკავდნენ სახლები. შევა იეჰუ სასახლეში და ასე თქვა საზეიმო პურობას დაიწყებს. და პურობის ბოლოს სიტყვის წადითო ნახეთო ის შეჩვენებული, სად არის მაინც მეფისასული იყო და დამარხეთო. მივლენ და თავის ქალისა და იმის მეც ვერაფერს ნახავენ და მოახსენებენ იეჰუს და იეჰუ იტყვის, რომ ამით ახსულდა ოფლის სიტყვა, რომელიც ელია წინასწარმეტყველის პირით თქვა უფალმა, აქაბის სახლზე, ანუ ეს მის დანაშაულად არ მიიღებს, ეს მიიღებს წინასწარმეტყველების ახსულებად, რომელიც მას დანაშაულად არ უნდა შეერაცხოს. გიორგი, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემას დასასრულს უახლოვდება და ეს თემაც
გონი რომ აქ შეიძლება შევწყვიტოთ. ხო, ბევრი რაღაცა გამოვტოვეთ, იმიტომ რომ გასაგები გამხდარ იყო თხრობა და ამას დაუბრუნდები ჩვენ ამ დეტალს, მაგრამ აი ეს დინასტიური ცვლილების ეს თხრობა ბიბლიაში ასეა წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. დიახ. მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ მეოთხე თავის მეოთხე მეფეთა მე-19 თავებში შეგიძლიათ შესაბამის საკითხავის საკითხვა, ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ვსანდებოდეთ.